და ასევე მზიამაღლებელთან დაკავშირებით უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მეტისმეტად კაცრია ის მუხლი, რომელიც წარდგენილი აქვს მზიამაღლებას. ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა ამ ადამიანმა დანაშაული და მე ვიმსჯელოთ კვალიფიკაციაზე. ამას აღიარებენ თუ არა, ამაზეც არ მომისმენია მათი, ასე ვთქვათ, აღიარება. პირველ რიგში ყველამ უნდა აღიაროს, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი. დანაშაულის კვალიფიკაციას იძლევა, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურა, სასამართლო, მაგრამ როდესაც ვიღაც გამოდის და პოლიტიკურ ბრალდებას გვიყენებს, მაშინ ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ იქ დანაშაული არ იყო ჩადენილი. და ცალსახად შეიძლება ვთქვათ ის, რაც წერია სისხლისამართლის კოდექსში, რომ როდესაც ვიღაც ასეთ ფორმით აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელს, ეს არის ცალსახად, არა მარტო ფორმალურად, არამედ თავისი არსით სისხლისამართლის დანაშაულის შესაბამისი ქმედება, ხო? ეს უნდა აღიაროს ყველამ. ამას თუ არ აღიარებენ, მაშინ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისმის პოლიტიკური ბრალდებები. აქაც იყო დაკვეთა. მე არ გულისხმობ კონკრეტული ადამიანის მიმართ დაკვეთას, მაგრამ დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკლინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. და სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ, ხო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეში გაარტყეს ხელი პოლიციის უფროს, ხო, ერთ-ერთი მთავრესი ქალაქის პოლიციის უფროს, ხო, ეს რა თქმა უნდა მიზანმიმართული ქმედებები იყო, ეს ყველაფერი ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რაც აქვს გლობალურ ომის პარტიას ჩვენს ქვეყანაში, არის სწორედ ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება, იმიტომ რომ ყველა მარტივი რამე იცის, როგორც კი დასუსტდება პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, მაშინვე სახელმწიფო არის უკვე მოშლილი. ამიტომ აკეთებდა გახარია იმას, რას აკეთებდა, იქაც დავალებით, ხო, რას აკეთებდა? აიყვანა ბანკში პოლიციელები და გაალახინა პრაქტიკულად ადგილობრივ მოსახლეობას, ქვებს ესროდნენ და მოუწიათ უკან წამოსვლა, ხო? იქ რის შედეგი იყო ეს ყველაფერი? კონკრეტული დავალების, რომელიც შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელმა. იგივე ბასიანის შემთხვევა გახსოვთ, როცა პოლიციელების მაგივრად ბოდიში მოიხადა მაშინდელმა მინისტრმა გახარიამ, ვინ ეკითხებოდა პოლიციელების მაგივრად მას ბოდიშის მოხდას და შემდეგ აღარ გავყვები ამ ყველაფერს, ხო? 20 ივნისს რაც გააკეთა, პირდაპირ მიზანი იყო პოლიციის დისკრედიტაცია, ხო, როდესაც საქმე მიიყვანა რეზინის ტყვეების სროლამდე და ამან მძიმე შედეგი დააყენა, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის ერთი ხაზით მართული. პოლიცია უნდა იყოს დაკნინებული, ამის უფლებას, რა თქმა უნდა, ვერავის ვერ მივცემთ. შესაბამისად, ჯერ პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, იყო თუ არა პირველ რიგში ამორალური ქმედება ჩადენილი, კვალიფიკაციას აძლევს სასამართლო. ეს ერთი. რაც შეეხება სასჯელს, ჯერ სასჯელიც არ არის დამდგარი, როცა ამაზე მიდის საუბარი, არის კონკრეტული მუხლით აღსრული საქმე, საბოლოო ჯამში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასჯელთან დაკავშირებით. ჯერ დაელოდონ საერთოდ სასჯელს. ვინ ეკითხებათ მათ ამ კვალიფიკაციის განხილვას, ხო? ჯერ აღიარონ, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი, გმირად რო გვიცხადებენ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროს გაარტყა ხელი. ეს სამარცხვინო ხო არის, რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო ქმედება. უნდა ჯერ აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენს. გასაგებია.